მე ვარ გარკვეული კავშირი. სიმბოლო და ამ ხალხს ქუჩაში სჭირდება ეს სიმბოლო. სალომე ზურაბიშვილის განცხადება. ეხება სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ძალადობაზე. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამაზე დიდი მხარდაჭერა ხალხის და მოსახლეობის, რომელიც მშვიდობიანად თავის სათქმელს ამბობს თბილისის ქუჩებში, ამაზე დიდი მხარდაჭერა არ არსებობს. მე შევხვდი ასევე ეხლახან ევროპულ საბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომელიც არიან გაუგებრობაში, მე მგონი დღევანდელ დღეს კარგად არის თაქაური სიტუაცია და მე აუხსენი ის, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და იმ ორგანიზაციას, რომელიც არის უშუალოდ პასუხისმგებელი ერთ რამეზე და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას ადამიანების თავისუფლება. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ ხმა მოიღოს, როცა რომელიმე მის წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, ანუ ძალადობა ხალხის მიერ, მისი ყველა უფლებების შეზღუდვა და ამის გაპროტესტება, ამისი დაგმობა არის ალბათ პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციის. სამაგიეროდ და მე ეს ძალიან ნათლად აუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არ აღიარებული არავისგან ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რა რუსული კანონი, ვის რა აინტერესებს რუსული კანონით შეცვლა თუ არ შეცვლა. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების მანძილზე, რომ ხან მიმაქვს უკან, ხან მომაქვს წინ და ისევ უკან მიმაქვს და მე ეხლა რაღაცას ფორმალურად შევცვლი და ამითი გონიათ, რომ ვიღაცას მოხიბლავენ, შეიძლება ვიღაცა მოხიბლონ, მაგრამ ვერ მოხიბლავენ ამითი ვერც ქართველ ხალხს, ვერც ჩვენ პარტნიორებს, რომელსაც კარგად ვიღაცას ნაკლებად ესმის და აქ ჩამოსვლის მერე შეიძლება უფრო გაერკვევა იმ ტყუილებში, რომელიც დღეს ახასიათებს ხელისუფლებას, ტყუილებში და პროვოკაციებში, იმიტომ პროვოკაციული არის ის, რაც მოვისმინეთ დღეს, რომ გუშინდელი ამერიკის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ დაასანქციროს ის მაღალჩინოსლები, რომელიც არიან პასუხისმგებელი ძალადობაზე, ამის პასუხი იყოს ის, რომ de facto პრემიერი აცხადებს, რომ ჩვენ დავაჯილდოებთ, როგორც კი de facto პრეზიდენტი იქნება ინაუგურირებული, დავაჯილდოებთ ღირსების ორდენით იმავე მაღალჩინოსნებს, რომლებიც არიან უშუალოდ პასუხისმგებელი რეპრესიებზე, ძალადობაზე და იმ მე მიტყვი პირდაპირ მხეცობაზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი და აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში. ეს არის პროვოკაცია, პროვოკაციული განცხადება, მიჩვეული ვართ ამ პროვოკაციულ განცხადებებს და ეს არის შეურაცხყოფა სწორედ იმ გენერალურ მდივნის, რომელთანაც ეხლა მქონდა საუბარი, მისი შეურაცხყოფა, როცა ის შევიდა რაღაცა ვითომც როგონია კონსტრუქციულ დიალოგში, ამაში შეიყვანეს და მერე მეორე წუთში აკეთებენ ასეთ პროვოკაციულ განცხადებას. ყველაფერი ნათელი არის, მე მგონი, რომ ჩვენი გზაც ძალიან ნათელი არის, არაფერში არ უნდა შეგვეშალოს და არ უნდა შეგვეშინდეს, მშვიდობიანი გზა წინ არის და ყველაფერი ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, მხარს გვიჭერენ და ჩვენ ამას ვნახავთ ამ დღეებში და ამ კვირებში კიდევ უფრო და უფრო ნათლად. ძალიან დიდი მადლობა.